ანუ რიტორიკა გუშინდელი განცხადებების იყო ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც აი თქვენს მიერ სიუჟეტშიც იყო ძალიან თვალნათლივი გავრცელებული, ასე ვთქვათ, ევროპული ლიდერების განცხადებები, ვინაიდან ჯერ კონკრეტული გეგმებზე საუბარი ძალიან ძნელია და ასეთ დროს, როდესაც ფაქტობრივად არ ხდება უკრაინის მხარის გათვალისწინება და პირდაპირ ღია ტექსტით არის საუბარი ტერიტორიების დათმობაზე ან შეუძლებლობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების რეალიზაციისა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს სწორედ აი აქამდე არსებულ საერთაშორისო ურთიერთობების წესრიგზე და წყალს ასხავს პირდაპირ რუსეთის წისქვილს. ამიტომ რიტორიკა, რა თქმა უნდა, მოსაწონი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ის კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფორმა, რა შინაარს მიიღებს ეს მოლაპარაკებები და რეალურად რა ფორმულაზე შეჯერდებიან მხარეები.